გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ვიდეო ჩანაწერებს სხვადასხვა მეომრების შესახებ შავი ზღვის პირეთი და ესე თემა ავირჩია და ახლა წარმოგიდგენთ იანიჩარს. იანიჩარი იყო განთქმული ოსმალეთის იმპერიის მონა მეომარი, რომელიც აშანტაჟებდა იმ ხალხს, ვისგანაც აყვანილები იყვნენ. როგორც ხედავთ, გამოწყობილი ვარ როგორც იანიჩარი და მეგობრებო, შეგიძლიათ მოხვიდეთ ქართული იარაღის მუზეუმში, იკითხოთ დავით ნასარიძე ან მე და შეგიძლიათ მსგავსად გამოეწყოთ ჩვენთან მუზეუმში. აქ ვცდილობთ როგორც გავაცოცხლოთ მსოფლიო, ასევე საქართველოს ისტორია და სამწუხაროდ იანიჩარების და მამლუქების ჩვენი ისტორიის ნაწილები არიან. იანიჩარის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული არის. მათი დასაწყისი არის ქრისტიანულ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო, სომხეთი, შავი ზღვისპირეთი, განსაკუთრებით ბალკანეთი, სადაც დაწესებული იყო ესეთი კანონი, სისხლის მოთხოვნის კანონი, სისხლის გადასახადის კანონი, სახელად დევშირმე, თუ სწორად გამოთქვებზე არ მომთხოვათ მეგობრებო. დევშირმე იყო ესეთი კანონი, სადაც პირველ დაბადებული ვაჟი მიდიოდა ამ მონათა არმიაში. მოდიოდნენ ოფიცერები, წარმომადგენლები ოსმალეთის იმპერიის, მაგათ იმპერიულ გარიჟრაჟზე, ეს იქნებოდა ასევე ბალკანეთი, შავი ზღვისპირეთი, კავკასიაც, სხვა ტერიტორიებზე, აფრიკულ ქვეყნებშიც, აზიურ ქვეყნებშიც, ადგილობრივებთანაც, ვინც არ იყო მუსულმანური რჯულის წარმომადგენელი, ისლამური რჯულის წარმომადგენელი, მათი ოჯახებიდან ძალით იტაცებდნენ ბავშვებს, როგორც გადასახადი. შემდეგ ეს ბავშვები მიყავდათ უკვე სპეციალურ სკოლებში, სასწავლებელში, ოჯახებში ზრდიდნენ, მათ ასწავლიდნენ დამწერლობას, ენას, რაც თავარია, ბრძოლას, ცხენზე ჯირიც, მშვილდისრის როლას და მშვილდისრის მერე რომ შემოვიდა ყვიაწამალი, დენთის თოფები, ზარბაზნები, მსგავსი ასეთი რაღაცებზე გადავიდნენ და ძალიან განთქმული მეთოფე და ფარიკავები იყვნენ. ანუ ბავშვობიდან გამოცდილი რო ყავდათ ეს ახალგაზრდები, ვინც არ იყო მაგარი ჯგუფში, მაგრამ ჭკვიანი იყო, ისინი მიყავდათ ბიუროკრატებად, ვინც ჭკუ არ უარგოდა, მაგრამ ძალღონე ქონდა, ისინი მიყავდათ მონება და სამუშაოც, ხელოსნება და სხვა საქმეებში, მაგრამ ელიტა, რომელიც ასევე კარგად განათლებული იყო, საკმაოდ ძლიერი იყო, ბევრი სხვა თვისებები განუვითარდათ, ესენი მიყავდათ უკვე სტამბოლში ან სხვა ქალაქებში, სადაც ჩამოყალიბებული იყო იანიჩარების სკოლები, ესე თავიანთი დასახლებები ქონდა, სადაც კიდე დამატებით წვრთნიდნენ და უნერგავდნენ კულტისტურ, რელიგიურ, ფანატიკურ დამოკიდებულებას სულთანისადმი, იმიტომ რომ სულთანის პირადი საკუთრება იყვნენ, მათი პირადი დაცვა იყო და ესენი ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალაზე, ჭკუაზე, მოხერხებულობაზე მნიშვნელოვანი იყო ლოიალურობა, იმიტომ რომ მთელი აზრი ამ იანიჩარების და მონა ჯარისკაცების კულტურის, რომელიც გავრცელებული იყო ისლამურ სამყაროში, მამლუქებიდან დაწყებული, სხვა მონა არმიებით დამთავრებული, ეს იყო, რომ ლოიალურობას ითხოვდნენ თავიანთი ჯარისკაცებისგან. იმიტომ რომ ადგილობრივ პოლიტიკაში სულ იყო იმან ის მოწალმა, იმან ის მოკლა, ვერავის ვერ ანდობდი მის გვერდით თვალის დახუჭვას ან ზურგის მიქცევას, იმიტომ რომ პირდაპირ ზურგში იატაგანი ან რაიმე სხვა იარაღი აღმოჩნდებოდა. ამიტომ სულთანებს სჭირდებოდათ არმია, რომელიც მარტო მათ მიმართ იყო ლოიალური, არ ყავდა ოჯახი, რომლის მიმართაც შეიძლება პოლიტიკურ ინტრიგებში გამოყენებული იყოს და ზუსტად ამ მიზეზის გამო ყავდათ მაგალითად ჰარემები. ჰარემების, ну რა თქმა უნდა, ყოველას გვინდა რაც შეიძლება მეტი და ლამაზი ცოლი, მაგრამ ჰარემების თავარი აზრი იყო იმაში, რომ შენი ცოლი თუ არის რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური ოჯახიდან, შენზე მაქცოლს ექნება გავლენა და შენ და ამ ცოლის შვილს ექნება როგორც მამისგან, ასევე დედისგან გავლენა. ამიტომ რო მოეძირკვათ ყველანაირი პოლიტიკური გავლენა ოჯახში, ამიტომ მოყავდათ მონები როგორც ცოლებად და მათ აჩენდნენ რაღაცა 19-20 ბავშვი ყავდა. ამ ცოლიდან 2, იმ ცოლიდან 3, ამ ცოლიდან 1 და ამ ბავშვებიდან ერთი ხდებოდა სულთანი და ხშირად იყო, რომ დანარჩენ 19 ძმას ან დაახჩობდნენ, ან გამოკეტავდნენ ამ ჰარიმებთან და იყო ან ნებირობაში, კანფეტების ჭამაში, ან მიწაში დამარხული. იმიტომ რომ ეს ყოველთვის შიში იყო რევოლუციის აჯანყების მოკვლის და ამიტომ შექმნეს იანიჩარების ეს
რაზმი, რომ ყოფილიყვნენ მონები, რომლებიც ლოიალურები იქნებოდნენ თავიანთი ბატონ პატრონისთვის. მაგრამ ესე მარტივად არასოდეს არაფერი არ არის და როგორც მამლუქებში, ასევე იანიჩარებშიც მოხდა ხშირი აჯანყებები, მაგრამ არ მოხდა ისე, რომ მთლიანად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, როგორც მამლუქებმა. აქ უფრო იყო, რომ სულთანი იყო ძალაუფლების კერა, ამიტომ ისინი ხშირად ისე манипуლირებდნენ, რომ სულთანს ირჩევდნენ. შეიძლება სულთანიც მოეკლათ ან გადაეგდოთ, ესეთი ტრადიცია ქონდათ, რომ დიდი ქვაბი ქონათ, სადაც ფლავს ხარშავდნენ და თუ რამე არ მოეწონებოდათ, ან გადასახადებს არ გადაუხდიდნენ, ან რამეზე გაბრაზდებოდნენ, აატრიალებდნენ ამ ქვაბს და იწყებოდა აჯანყება. და ბოლოს იმხელა ძალაუფლება დააგროვეს უკვე მე-19-მე-20 საუკუნეში იმდენი მიწების პატრონობას დაიწყეს, შთამომავლობით გადადიოდა, მთელი აზრი იყო, რომ მიწის მეპატრონე და შთამომავლობითი ძალაუფლება არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც დაიწყეს ეს პოლიტიკური მაქინაციები, საკმაოდ დიდ ძალად ჩამოყალიბდნენ, ამიტომ როგორც მამლუქები, იანიჩარებიც გაჟლიტეს და ამოწყვიტეს და დროთა განმავლობაში არც არავინ არ დარჩა. მხოლოდ ისტორია შემორჩა იანიჩარების ტრაგიკული ისტორია. რომელიც აი მამლუქები, იანიჩარები, გილმანები თუ სწორად წარმოვთქვა, აი ეს მონათა არმია ისლამური სამყაროსთვის ძალიან დამახასიათებელი იყო და სამწუხაროდ კავკასიელები, ჩვენი ქართველები ხშირად ხვდებოდით ამ სისტემის მსხვერპლი, იმიტომ რომ მცირე აზიაში განთქმული მეომრები ვიყავით, რადგანაც შეუპოვროდ ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ერთმანეთს უფრო ხშირად ვებრძოდით ვიდრე მტრებს. ამიტომ სულ ვიყავით დაგუწევ-მაწებული ერთმანეთთან ომში და ჩვენი მტრები იყენებდნენ ამას თავიანთ მოსაგებად და იტაცებდნენ ქართველებს როგორც ჰარიმებისთვის, ასევე მამლუქ, იანიჩარ და სხვა არმიებისთვის. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მძიმე ნაწილი ჩვენი ისტორიის და არ უნდა დავივიწყოთ გინდ იანიჩარები, გინდ მამლუქები და გინდ რაიმე სხვა ჩვენი ისტორიის ნაწილი. ერთ იარაღებზეც გეტყვით ერთი-ორ სიტყვას. ეს არის კილიჯი, ეს არის ალბათ მე-18-მე-17 საუკუნის, მე მგონი მე-17-ს მიწრული მე-18-ს დასაწყისი. დიდი ალბათობით ესეთი ხმალი, ეს ხმალი შეიძლება ან იანიჩარის, ან ვინმე ოსმალი მეომრის შეიარაღებაში იყო, ეთყობა კიდევაც, როგორი გამოყენებული არის. შეგიძლიათ ეს იარაღები, რა თქმა უნდა, ნახოთ ქართული იარაღის მუზეუმში, ეწვიეთ ქართული იარაღის მუზეუმს და დაათვალიერეთ ეს ყველაფერი. აგერ უკვე იატაგანი, ეს იყო იანიჩარებისთვის დამახასიათებელი ხმალი, ხანჯალისავით, ესეთი შედარებით მოკლე იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქონათ. განთქმული მეთოფე და მეზარბაზნეები იყვნენ იანიჩარები. კიდევ ბევრი რაღაც შულდისარი, ისა, ესა, ბევრი სხვადასხვა იარაღებიც ქონდა, მაგრამ ჩემი აზრით ესენი არის დამახასიათებელი. მადლობა რომ უყურებთ. გვესტუმრეთ ქართული იარაღის მუზეუმში, გამოიწერეთ არხი და რა ვიცი, არ დაივიწყოთ ისტორია. მადლობა